მშვიდობიანი პროტესტის მე-19 დღეს რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები კვლავ იკრიბებიან ჭანტურიას ქუჩის კვეთიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. მათ სრულად აქვთ დაკავებული გზის სავალი ნაწილი და რჩებიან საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გამოთქვამენ გულწრფელ პროევროპულ პროტესტს ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით. აქ არიან მოსულნი მოქალაქეები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით, ასევე სპეციალური საპროტესტო ბანერებით, რომელზეც მოთხოვნები არის დატანილი. მათ შორის არის ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნა სამართლიან გარემოში, ასევე დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლება, როგორც ვიცით, შინაგან სამინისტროს ინფორმაციით 500-მდე დაკავებული პირია, მათი ნაწილი რჩება სამედიცინო დაწესებულებებში და აგრძელებს მკურნალობას, ნაწილის მიმართ გრძელდება სასამართლოებში საქმეების განხილვა, როგორც ადმინისტრაციული კოდექსის, ისევე სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლებით და ნაწილს აქვს უკვე მისჯილი წინასწარი შეფარდებული წინასწარი პატიმრობა. მოქალაქეები სწორედ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ და მიიჩნევენ, რომ ქართულ ოცნებას მათ წინააღმდეგ რიგითი მოქალაქეების მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ აქვს დაწყებული რეპრესიები. დაკავებულთა შორის სოთაშორის არიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის მსახიობები, ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები და მათდამის სოლიდარობის აქციები იმართება პარალელურად ამ დღეების განმავლობაში, როგორც რუსთაველის გამზირზე, ისე ქალაქის სხვადასხვა წერტილში. საპროტესტო აქცია, ცენტრალური საპროტესტო აქცია, როგორც შეიძლება მას ეწოდოს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მე-19 დღეა ყოველ საღამოს 19 საათზე იწყება ხოლმე და მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე იწყებენ შეკრებას. უკანასკნელი რამდენიმე დღეა კი უკვე ტრადიციად იქცა ერთგვარად ასევე დილისა და დღის აქციების ჩატარება. გამონაკლისი არც დღევანდელი დღე იყო, როდესაც 10-მდე საპროტესტო აქცია თუ მსვლელობა გაიმართა დედაქალაქის სხვადასხვა წერტილიდან. დილის 8 საათზე აიღო საპროტესტო აქციებმა სტარტი დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტრო სადგურთან და შემდგომ მას უკვე სხვადასხვა წერტილიდან დედაქალაქის სხვადასხვა წერტილიდან შეუერთდნენ მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები, კინემატოგრაფისტები, ასევე ჰოსტები შეუერთდნენ ამ საპროტესტო აქციას. ლიტერატურის მარშმა ჯერ გადმოინაცვლა ჯავახიშვილის ქუჩიდან, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმიდან რუსთაველის გამზირზე პარლამენტის ტერიტორიაზე, შემდგომ კი მათმა ნაწილმა კოსტავას ქუჩაზე გადაინაცვლა, სადაც მდებარეობს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი ოფისი. საქართველოს პირველ არხთან ისინი მოითხოვენ ტელეეთერს, პირდაპირ ეთერს, რომ დაეთმოს ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლებს. აქ ცოტა ხნის წინ ასევე მოვიდნენ სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები. ყველა სფეროს წარმომადგენლის გზავნილი არის საერთო, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპაში, რომ ქვეყანა ახლა არის მძიმე პოლიტიკურ კრიზისში და ამ პოლიტიკური ჩიხიდან ერთადერთი გამოსავალი არის ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სამართლიან გარემოში. ასევე მოქალაქეები აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ საქართველოს პარტიულმა სახელმწიფოებმა, პარტიულმა ლიდერებმა მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რაც მოიცავს კონკრეტული პასუხისმგებელი პირების დასანქცირებას და ამ მოთხოვნით ისინი რუსთაველის გამზირიდან მიმართავდნენ ასევე რამდენიმე დღის წინ, როდესაც ევროპარლამენტარები იყვნენ ჩამოსულნი ოფიციალური ვიზიტით თბილისში. და ელიან აქ შეკრებილი მოქალაქეებიც ევროპის მთავარი პოლიტიკური ცენტრიდან, ბრიუსელიდან კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით კი ამ კვირის განმავლობაში, როდესაც არაერთი შეხვედრა არის დაგეგმილი ოფიციალურ დონეზე. რაც შეეხება კვლავ დაუბრუნდებით რუსთაველის გამზირზე არსებულ მდგომარეობას, ვთხოვ ახლა ოპერატორს კადრში გაჩვენოთ რა ვითარება ქალაქის ცენტრალურ გამზირზე. როგორც ხედავთ, დღეს საახალწლო ილუმინაციების ანთების გადაწყვეტილება მიიღო თბილისის მერიამ. დღეს დილით გამართულ ბრიფინგზე ქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ქალაქის მთავარი ნაზვის ხე, რომელიც პარლამენტის შენობის წინ დაახლოებით ერთი კვირის წინ განთავსდა და პროტესტის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოთაც იქცა, მათ შორის განათდებოდა, თუმცა საზეიმო ღონისძიების გარეშე. მე შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს იყო დაგეგმილი კონცერტის მოწყობაც, კონცერტის ჩატარებაც უფრო სწორედ რუსთაველის გამზირზე, თუმცა პროტესტი გრძელდებოდა პარალელურად, პროევროპული დემონსტრაცია გრძელდებოდა რუსთაველის გამზირზე, რამაც ფაქტობრივად შეიძლება ითქვას ხელი შეუშალა ამ საახალწლო ღონისძიების ჩატარებას და დედაქალაქის მერიამაც მიიღო მაშინ გადაწყვეტილება კახა კალაძის შეფასებით იყო საფრთხე კონკრეტული
პროვოკაციული ქმედებებისა, რის გამოც საახალწლო ნაძვისხის ანთების ცერემონია გაუქმდა და საბოლოოდ, როგორც ხედავთ, კადრშიც ილუმინაციების და ნაძვისხეც განაცდა გალა კონცერტის გარეშე. მოქალაქეებს, რომელსაც ჩვენ ვესაუბრეთ, ვკითხეთ აზრი ასევე, რას ფიქრობენ ამ ილუმინაციების მოწყობასთან დაკავშირებით, რას ფიქრობენ ნაძვისხესთან დაკავშირებით და ისინი აცხადებენ, რომ ახლა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ნამდვილად არ არის ზეიმის მიზეზი მათი შეფასებით და მათ მიზანშეწონილად მიაჩნიათ, რომ ნაძვისხე იყოს განლაგებული არა პარლამენტის შენობის მდებარე ტერიტორიაზე, სადაც მე-19 დღეა პროევროპული აქცია მიმდინარეობს, არამედ ორბელიანის მოედანზე, სადაც არის საახალწლო სოფელი. თავად ნაძვისხე კი ირგვლივ არის შემოფარგლული დამცავი ჯებირებით, რომელზეც საპროტესტო გზავნილები არის დატოვებული მოქალაქეების მხრიდან. რუსთაველის გამზირს მოქალაქეები ნელ-ნელა ემატებიან და ჩვენს ბუნებრივია ვრჩებით მოვლენათა ეპიცენტრში.